მოგეხსენებათ ყომარის უჭრი და კალამი და შესანიშნავ ლექსებს წერდა. ერთ დღეს მე და აზურ ერქომაიშვილს მეგობრული შარჟი მიგვიწურა და ასეთი ლექსი დაგვიწერა. შემოვიარეთ ევროპა, ავსტრია, ვენა, ტექსელი, ანზორი, ტარაპუნკა, ჭოხონელიძე, შტეფსელი. მეც არ დავაყოვნე და ცოტა ალერგიულად იყო განწყობილი საპონთან და პირის ბანვასთან, რაც კარიქო დაქესილი და ასეთი ლექსი გამოვთქვი. ელატრიშვილი, ომარი, მესალამურე, რომარი საპონს საერთოდ არ ხმარობს. ეკონომია ხომ არის? პროფესორად ბატონი ომარის ღვაწლი ქართული ხელოვნების კერძოდ ქართული ხალხური ინსტრუმენტების აღდგენა, აღორძინებისა და პოპულარიზაციის საქმეში. მან დიდი საქმე გააკეთა, იმით რომ როცა ეს ინსტრუმენტები მიიწყებული იყო, ომარმა თავისი მაღალი პროფესიული დონით, შემართებით, რაღაც არაჩვეულებრივი ენთუზიაზმით მთელ ქართულ ბავშვებს შეაყვარა სალამური და დღეს თუ სოფლებში, შორეულ სოფლებში ნახავთ პატარა ბავშვებს სალამური ხელში, ამაში ომარის დიდი მადლია. გარდამის ომარმა შორს გაუწყდა სახელი ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებს უზარმაზარ დარბაზებში, პრესტიჟულ დარბაზებში მრავალი ქვეყნის ესეთი ქალაქები როგორც არის რომი, ვარშავა, ლონდონი, ნიუ-იორკი, სხვები და სხვები, ომარ კალატიშვილს უზარმაზარი წარმატება ჰქონდა. მაყურებელი ფეხზე აგონით ესალმებოდა მის გამოსვლას, ყოველ მის გამოსვლას. ამიტომ ქართულმა ამ ხელოვნებამ ამ ჟანრში სწორედ ინსტრუმენტალურ ჟანრში უდიდესი დანაკლისი განიცადა. იგი იყო ანსამბლ რუსთავის თვალი და მისი გამოსვლა ყოველთვის აღაფრთოვანებდა მაყურებელს. სამწუხაროა რომ იგი ადრე წავიდა ჩვენგან ასე ადრე, მაგრამ დატოვა დიდი ხელოვნება, დატოვა ახალგაზრდა თაობა, რომელიც მრავლად აღზარდა თვითონ და ეს თაობა გააგრძელებს მის მიერ დაწყებულ საქმეს. ომარის სამხანაგებრო ვისაც ამბობ პატრონი არ აყავს მაგას ამ ანგელოზი ვიდგოს. ეგ მზიარი, ის პატარა, აი ის მზიარი. გახსნა საიდან იქნება? გარეთ იქნება. გახსნა ალბათ აქედა. ზეიდან აქა. ეხლა უყურებთ რომ შეავდა ზეიდან თუ დავამაგეთ როგორ იქნება ზემოდან აბანო რაღაცები არ თქო გასაწოლია.
ომარი მრავალმხრივი ხელოვანი იყო, არა მარტო მუსიკოსი, არამედ პოეტი იყო, გახლავთ მკვლევარი, მეცნიერი, დარჩა არაჩვეულებრივი გამოკვლევები, რომელიც სიკვდილის მერე გამოქვეყნდა მხოლოდ სალამურზე. და ეხლა მე ვაპირებ, ძალიან დიდი არქივი დარჩა და ვაპირებ მისი წიგნის გამოცემა, სადაც თავს მოუყრი, მის ყველა ნაშრომს მოუყრი თავს და ვაპირებ აგრეთვე ფილმის გადაღებასაც. და რა ვიცი, ამით ალბათ ერთხელ კიდევ დავყოფ მის ხსოვნას და სახელს. ომარ კელაპტრიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საზეიმო გახსნაზე მოსულმა უამრავმა დამთვალიერებელმა, მისი ნიჭის თაყვანისმცემელმა ნახა სისტემაში მოყვანილი მისი აფიშებისა და პირადი ნივთებისაგან შემდგარი ექსპოზიცია, რომელმაც კიდევ ერთხელ გაგვახსენა მისი მრავალმხრივად საინტერესო სისხლსავსე ცხოვრება. ნივთები მოწმობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მის გასტროლებსა და წარმატებებს. სამახსოვრო საჩუქრები და პირადი მიმოწერა გვარწმუნებს, რომ მისი ხელოვნებით საფუძველი ეყრებოდა ერებს შორის მეგობრობას. ფოტოები ეტაპობრივად მოგვითხრობენ მისი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდს. ერთი სიტყვით, ვტოვებთ მუზეუმს და არ გვცილდება ფიქრი იმაზე, რომ ქართულ ხელოვნებაში იყო ერთი კელაპტარივით ანთებული კაცი, რომელიც თავისი ლამაზი ცხოვრებით მართლაც კელაპტარივით ჩაიწვა და დაგვიტოვა სხიმოფენილი გზა, რომელსაც მისი შვილი, ომარ კელაპტრიშვილი აგრძელებს. და არა მარტო მისი შვილი. საქართველოს ყველა კუთხეში მის მიერ დაარსებულ სკოლებსა და ანსამბლებში თაობები ეუფლებიან ქართულ სალამურზე დაკვრის იმ დიდ ხელოვნებას, რომელიც ომარ კელაპტრიშვილს ეკუთვნის. ზღვარი რომ იშლება ხალხურობასა და კლასიკას შორის. ომარ კელაპტრიშვილი. რა ბევრის მომცველია ეს სახელი ყველასათვის, ვინც მას იცნობდა თუ არ იცნობდა. მისი ხელოვნების ტრფიალი იყო და სიამოვნებით უსმენდა უზადოდ აკონესებულ დუდუქსა თუ სალამურს. ცოტა ხნის წინ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სახლ-მუზეუმი გაიხსნა. ბატონ ომარის მეუღლეს ქალბატონ თიმი თეზელიშვილს კულტურის სამინისტრო და პირადად ბატონი ვალერია ასათიანი ამოუწმდნენ გვერდში. და ამიერიდან ყველას, ვისაც ომარ კელაპტრიშვილის ცხოვრება და შემოქმედება დააინტერესებს, შეუძლია ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. დღეს ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი სწორედ ამ სახლ-მუზეუმს ეწვია. მეგზურობა თავად ქალბატონმა თიმიმ და უმცროსმა ომარ კელაპტრიშვილმა გაგვიწიეს.
აქვე დავწერთ, რომ ეს პირველი გადაცემა ბატონ ომარზე მისი სახს მუზეუმიდან. შემდეგ მივიდა ეს იყო სახელმწიფო ხალხურ საკრათა ორკესტრი კირილე მაშხაკიძის ხელმძღვანელობით, აი ეს არის კირილე მაშხაკიძე, ომარის პირველი მასწავლებელი და ძალიან აფასებდა ომარი მას როგორც მუსიკოს, როგორც ხელოვანს და თითქმის მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ამ ორკესტრში. პარალელურად მუშაობდა ესე იგი უკვე 69 წელს როცა ჩამოყალიბდა სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი, ომარი დაარსების დღიდან იყო ამ ანსამბლის უცვლელი წევრი და ინსტრუმენტალური ჯგუფის ხელმძღვანელი. სალამური საქართველოში ფართოდ გავრცელებული, უძველესი ქართული ჩასაბერი საკრავია. თანამედროვე სალამური თუთისქისა და ლელქაშის განსხვავდება. სალამური ორგვარია, უენო და ენიანი. მისი ბგერას რიგი დიატონურია, ოქცეულია ერთ ოქტავაში. ტემბრი რბილი და მსტვინავია, იცვლება ჩაბერვის ძალის მიხედვით. ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კონსების ფაროს ღმერთ პანს ნიმფა სირენში შეუყვარდა. ერთხელ ნიმფამ დაინახა პანი. შეაშინა მისმა უცნაურმა და უშნო გარეგნობამ და გაიქცა. პანი დაედევნა მას, მაგრამ მალე ნიმფა ლერწმად იქცა. პანმა კი ამ ლერწმისას სალამური გამოთალა და მისი დაკვირთ იქარვებდა დარს. სწორედ ამის შემდეგ გახდა სალამური კონსების საკრავი. საუკუნეების შემდეგ ქართველმა ხელოვანმა ომარ კელაპრიშვილმა სალამური ხელოვნების ოლიმპოსი აიყვანა. მისმა ვირტუოზულმა ოსტატობამ სალამურს კლასიკური ინსტრუმენტის სტატუსი მიანიჭა. ამ სახლში ომარ კელაპრიშვილის ოჯახი ცხოვრობს. აქ დღესაც გრძელდება ომარ კელაპრიშვილის ტრადიცია, უმცროსი ომარ კელაპრიშვილის სახით.
როგორც ომარ კელატრიშვილის მეუღლე, ხალბატონი ციმი კელატრიშვილი აღნიშნავს, ხელოვანი სამხედროდ მოვლენა სასწაულთან იყო დაკავშირებული. როგორც მისი დედა ამბობს, ომარი იყო მეცხრე შვილი. და მანამდე 6 შვილი უკტებოდა. პატარები ხან 10 წლინახევრის და ასე და იმდენად იყო ეს ქალი ძალიან ტრავმირებული, რომ გადაწყვიტა თავი მოეკლა. და შიმშილობა დაიწყო. და ზუსტად, როდესაც ომარიზე ფეხმძიმედ ყოფილა, დასიზმრებია უფალი და უთქვას, რომ აი ეს ბიჭი გაჩნდება და შეგრჩება და აუცილებლად უნდა სოფიას მოანათლინოვო. და ომარი იმდენად მოწმუნე გახდა, რადგან მისი გაჩენა დაკავშირებული იყო რაღაცა ღმერთის ძალასთან, რომ სულ იმედი ჰქონდა, რომ დიდხანს იცოცხლებდა და ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწევდა. ომარ კელატრიშვილმა 1964 წელს თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი დაამთავრა. იმავე წელს იგი სრულიად საქართველომ გაიცნო, როცა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. ომარ კელატრიშვილის შემოქმედებითი მწვერვალი ანსამბლ რუსთავში მოღვაწეობის პერიოდია. იგი ანსამბლის დაარსების დღიდან მისი ღირსეული და უცვლელი წევრი გახდათ. ომარ კელატრიშვილი შესანიშნავი მუსიკოსი იყო. ჩვენ ახალგაზრდებიდან მოვიდოდით ერთ-ერთ ჯერ კიდევ მუსიკალური სასწავლებელიდან და თავიდანვე მექცია საზოგადოების ყურადღება. შემდეგ ანსამბლ რუსთავში მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. ეს განმავლობაში მოერა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, რამდენიმე 1000 კონცერტი მისცა თუშლიო თქვა და მე ყოველთვის მოწმე ვიყავი მისი უზარმაზარი წარმატებისა. სადაც კი გამოდიოდა, ყველგან ხუხარეტაში თეგებებოდნენ მსოფლიოს ყველაზე დიდი პრესტიჟული დარბაზები, ფეხზე ამდგარიც ხშირად ტაშს უკრავდნენ და ესალმებოდნენ ბატონ ომარს. მას არაჩვეულებრივი ცესობა გააჩნდა, რომ იყო საოცრად შრომის მოყვარე, საოცარი ნიჭიერებით დაჯილდოებული და მოყვარული თავისი საქმეს. აი უყვარდა თავისი სპეციალობა, თავისი ინსტრუმენტი, თავისი სალამური არ ვიცი როგორ. ყოველთვის აი დღე და ღამე მზად იყო ან დაეკრა, ან ესაუბრა სალამურზე, ან რაღაც მოეძებინა ამისთვის. სპეციალურად ქმნიდა გარემოს იმისთვის, რომ სალამური წამოეწია წინაპლანზე და დღეს თუ საქართველოში პატარა მესალამურები ჭერს ნახავთ სხვადასხვა რეგიონში და თუ ასე გავრცელებულია ეს ინსტრუმენტი, ამაში ბატონი ომარის უდიდესი მადლია. ეს კაცი ნამდვილი მოღვაწე იყო და მან დაამკვიდრა საქართველოში შეიძლება ამაღლა ითქვას აი ეს წყემსის უბრალო სალამური, რომელსაც არაჩვეულებრივად რთულ მელოდიებს უკრავდა. ომარ კელატრიშვილი საქართველოს ყველა კუთხეში აგროვებდა ფოლკლორულ ნიმუშებს.
მადლობისა. გამარჯობა. დღეს ჩვენი პროგრამა ეთერშია. მინდა წარმოგიდგინოთ ანსამბლი კელაპტარი, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ბატონი დავით ქავთარაძე. ბატონ დავით, თუ შეიძლება გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს თქვენი ანსამბლის წევრები. კი ბატონო, სიამოვნებით. ხლავით საიდან დავიწყო? აქედან დავიწყოთ. ხელმარჯვენა. დიახ, შეიძლება. ლელა მეცხვიშვილი, რომელიც გახლავთ ჩანგზე დამკვრელი, სხვა შორის მინდა აღნიშნო, რომ დღეს ჩანგზე იშვიათად უკრავს ქალი, მე ფაქტიურად ბავშვთა ანსამბლებში და ორკესტრში თუ მინახავს. ქალი დამკვრელი, პროფესიონალებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. შემდეგი რუსუდან ჯოჯუა, რომელიც ცხონებული ომარ კელაპტრიშვილის დროს რუსთავიდან დადიოდა, დღესაც რუსთავიდან დადის ვეძებს ხაშიძეს, რომელიც თბილისელი იქნება და რომელიც დღეს შეუწყობს ამ შესანიშნავ პირველი ხმის მქმელს თავის საქმიანობაში. იზოლდა ფიფია მეგრული სიმღერების უბადლო მართლაც უბადლო შემსრულებელი და მცოდნე. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იზოლდა ჩვენს ანსამბლში ბრძანდება ცხონებული ომარ კელაპტრიშვილის ასე ვთქვათ აფეთქელი. ვალის დღესაც მოყვება. დათო რატიანი არის პროფესიით ინჟინერი, პროფესიონალი კაცია თავის საქმისა და იყო განყოფილების გამგე. მაგრამ ისე წავიდა ჩვენი ცხოვრება, რომ დღეს ყველაფერს თავი გაანება და გახდა მხოლოდ და მხოლოდ მუსიკოსი. ძალიან კაი პროფესია აურჩევია. და მის გვერდით ზის ქალბატონი, საქალბატონე თამარ რატიანი. შესანიშნავი ხმის პატრონი, სხვა შორის თამარ რატიანი მე მივიღე ანსამბლში იმ იმედით, რომ თამარი მართლაც იმ ღირსეულ მომღერლებს შორის ჩადგება, რომელიც ჩვენს წინაპარ ქალებს ეკადრება. ლელა გოლიაძე გახლავთ ანსამბლ რუსთავის წევრის ამირან გოლიაძის ქალიშვილი. აუცილებლად უნდა ვთქვათ. და შესანიშნავად მღერის მესამე ხმას, თუმცა არ უჭირს არც მეორე ხმა, მაგრამ ჩვენს ანსამბლში აი ამ როლს ძალიან კარგად აღნიშნავს და ამის გარდა ფოლკლორის სასახლეში ლელას ყავს მომღერალი ბავშვები, რომლებსაც აზიარებს ამ ხელოვნებას და ხელმძღვანელობს ამ ანსამბლს. მარინა ბარდაველიძე ასევე ჩვენს ანსამბლში მესამე ხმას მღერის და სხვა შორის აღსანიშნავია, რომ წერს საესტრადო სიმღერებს, რომელსაც თვითონ ასრულებს ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როცა ანსამბლს ჰქონია კონცერტი, მარინასაც თავისი სიმღერა შეუსრულებია და ამ ბოლო დროს ჩემს გოგონებთან ერთად უკვე კვარტეტში გააკეთეს და გაამრავალფეროვნეს თავისი დაწერილი სიმღერები. უჩა პატარიძე გახლავთ ჩვენი მომღერლის ლია ხუნწარიას ვაჟიშვილი, ასევე მე მოვიყვანე უჩა ანსამბლში, ნიჭიერი კაცია, სწავლობს კულტურის ინსტიტუტში, მეორე კურსია და სხვა შორის პედაგოგ მასწავლებლები ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და მათ შორის მეც, იმიტომ რომ წერს დამოუკიდებლად ინდივიდუალურად მუსიკალურ სიმღერებს, ნაწარმოებებს, საგუნდო სიმღერებს და ეხლა გდანის სიმნი რო იწერებოდა, უჩამაც მიიღო აი ამ კონკურსში მონაწილეობა და იმ დიდ კომპოზიტორების გვერდში დააყენეს, თუმცა პირველი ადგილი ვერ აიღო, მაგრამ ალბათ მოვა დრო და უჩა თავის სიტუაციით ქართულ ხალხურ ხელოვნებას. ყველაფერი წინა აქვს. მარინა გიორგაძე, რა შეიძლება მეუღლეზე ილაპარაკოს კაცმა? ცოტა არ ვიცი, რთულია, მაგრამ აუცილებელია. სიტყვას ვიტყვი. შესანიშნავი შემსრულებელი ფანდურზე, იშვიათი ხელის პატრონი, ამას ყველა აღნიშნავს. რა თქმა უნდა, მესამე ხმას ველის ჩვენთანაც. მე მიხარია, რომ თქვენი მეუღლეა და ჩემი მეუღლეა. ანა ბაჯიაშვილი. ჩვენი ანსამბლის ბულბული. საქართველოს მუსიკალური სამყარო, საზოგადოება თვლის, რომ ეს არის ქალების ჰამლეთ გონაშვილი. ლია ხუნწარია ჩვენი ასე ვთქვათ მეგრელი გოგო, რომელიც ისე კარგად მღერის ქართულ კახურ სიმღერებს, შეიძლება ბევრ ქართულ კახებს შეშურდეს. და ვერც სიმღერონ ისე როგორც ეს ქალბატონი მღერის.
ესეც ბატონი რა თქმა უნდა ძირითადი მასა ბატონი ომარ კელაპრიშვილის აღმოჩენილია ამასაფში და იქედან მე ძალიან აქა-იქა მომღერალ ინსტრუმენტალისტი თუ მყავს მე მიღებული და ქალბატონი ლია ისე კარგად მღერის იშხნელების რეპერტუარიდან ქალაქურ ასე ვთქვათ სიმღერებს რეპერტუარს მე პირდაპირ ვძნები ხოლმე და არაერთხელ აღუნიშნავთ ეს როცა იგი ქალაქურ სიმღერებს მღერის გიტარის თანხლებით შესანიშნავად უკრავს გიტარაზე უკრავს ფანდურ მესამე ხმაზე მღერის პირველ ხმას რაც გამიჭირდება პირველ ხმასაც მღერის მეორე ხმასაც მღერის და ეს გაჭირვების წარკვესია მოკლედ თამას მამალაძე ეს კაცი ჩვენი ანსამბლის ბერმუხა ესე შეიძლება ითქვას ყოველ შემთხვევაში მე უკვე იმ ანსამბლში ვიყავი თამაზი რომ მოვიდა მაგრამ ალბათ სადღაც ერთი წელი იქნება განსხვავება ნახევარი წელი რაც თამაზის მიბასარი ამ კოლექტივში მისვლა წლების მანძილზე თამაზი ზრდის თაობებს ასწავლის ქართულ ხალხურ საკრავებს ყავდა შესანიშნავი კოლექტივები ორკესტრები და ბოლოს ბოლო ლუკმა კბილი ლუკმა შემოვინახე ალბათ ისე დაიწყო მთელი კოლექტივი რომ ომარის აქეთ ბოლოში მოხდა ომარ კელაპრიშვილი საქართველოს სახალხო არტისტის ომარ კელაპრიშვილის ვაჟიშვილი რომელმაც დაამთავრა სასწავლებელი კულტურის ინსტიტუტი 5 წელი ისწავლა არის ანსამბლ რუსთავის სოლისტი და არის ანსამბლ კელაპარის სოლისტი უკრავს სალამურზე ძალიან ზრდილი ძალიან წესიერი ძალიან კეთილშობილი კაცია და გვერდში გვიდგას უკვე დაამთავრა სასწავლებელი და რაღაცა გააგრძელებს თავის ასე პატარა ომარიკო შემოქმედებით ცხოვრება ბატონი ომარი ედა კი ბატონო მესამე ხმა ეხლა მე ვიცი რომ თქვენ დღეს ერთი წევრი რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვიდა ფიზიკურად არ არის და ზიაყიფიანი ფაქტორის ზიაყიფიანზე მინდა თქვა ზიაყიფიანი არის ომარ კელაპტრიშვილის ასე ვთქვათ თანატოლი თითქმის თანატოლი უმცროსია მაგრამ მასთან ერთად უკრავდა ჩანგზე იყო ასეთი დიდებული კაცი კირილე ვაშაკიძე რომელმაც შეიძლება ითქვას საქართველოში კიდევ ერთხელ გააღვიძა ქართული ხალხური საკრავები და ტემპერირებული გახადა ჩვენი ფანდური მესამე ფანდური ჭუნრების მთელი ოჯახი შექმნა და აი ამ ორკესტრში უკრავდა მზია ყიფია რამდენი წელია ეს ანსამბლი არსებობს? მაშინ ჩვენ უნდა ნაწილობრივ მოკლედ მთელი ისტორია მოვყვეთ.
ეს იყო 1979 წელი, როდესაც ტელერადიო კორპორაცია იყო კომიტეტი ნუგზარ ფოფხაძე ედგა სათავეში და ზუსტად ნუგზარ ფოფხაძის ინიციატივით კირილე ვაშაკიძის ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს ტელერადიო კომიტეტში ქართულ ხალხოსაკრავთა ორკესტრი. იმუშავა რამოდენიმე წელი ქართულ ხალხოსაკრავთა ორკესტრმა და ბატონი მარკელაშვილი ჩაუდგა მას სათავეში. ბატონი მარკელაშვილი გაუჩნდა სურვილი აი ამ ორკესტრთან და ყოფილიყო ქალთა ვოკალი, ჯერ ბაჟთა ვოკალი შექმნა, მერმე ქალთა ვოკალი, რომელმაც გაამართლა და შეარქვა იავნანა, აი ამ მთლიან შემადგენლობას, ანსამბლი იავნანა. ხოლო ბატონი მარკელაშვილის გარდაცვალების შემდეგ მთელი ჩვენი კოლექტივის სურვილი იყო, რომ ამასამს შექმნოდა მისი სახელის უკდავსაყოფად კელაპტარი. და ეს დღესაც კელაპტარი ქვია. და თქვენ როდის მოხვედით ანსამბლში? უკვე იყავით ბატონი ომარის დროს თუ უფრო მოგვიანებით და როდის ჩაუდექით სათავეში? მე სანამ ბატონი ომარ კელაპტარიშვილი მოვიდა და მე უკვე ვიყავი ქართულ ხალხოსაკრავთა ორკესტრში, ეს იყო 1979 წელი, მე დაარსების დღიდან ვიყავარ. და მეორე კითხვა ბაკატიეთ? თქვენ როდის ჩაუდექით სათავეში? მერვე წელია.
რამდენადაც მე ვიცი, ეს ერთადერთი არის მე მგონი საქართველოში ეს ანსამბლი, ხო? მოგახსენებთ, აი ესეთი სტილის და ხასიათის ანსამბლი საქართველოში მეორე არ არის, სტილისტურად. დიახ. აი ესეთი ხასიათის. ეხლა ის რეპერტუარი რაც ჩვენ გაგვაჩნია, ხო? არანაირი ანსამბლი არ მოიძებნება საქართველოში. ეხლა მით უმეტეს რომ ქალთა ვოკალი ისეთ უძველეს ინსტრუმენტების თანხლებით ასაჭუნირები ქვია, ჩანგი ქვია, ჩონგური დაბალი ქარი ქვია. არა, დაირა, არცად არ იყენება, აი მარტო ჩვენთან იყენება. გარმონი, ქართული გარმონი, ქართულ ხალხურ საკრავებთან ერთად, დუდუკი, ქართულ ხალხურ საკრავებთან ერთად ან ვოკალთან კი იყენება, მაგრამ როგორც აი ქართული ხალხური საკრავები პლუს ვოკალი, პლუს დუდუკები, პლუს დაირა. ესე იგი მრავალნაირი სინთეზი გვაქვს ჩვენ ისეთი გაკეთებული, რომელიც იშვიათობაა დღეს საქართველოში. და ეხლა მე ვიცი რომ დღეს ისეთი დღე არის, ყოველს რაღაც პრობლემები აქვს, რაღაც ალბათ თქვენ ასოსაც აქვს პატარ-პატარა პრობლემები. რა თქმა უნდა. ბუნებრივია, ყველა სფეროს დღეს პრობლემები აქვს, ჩვენ სამსაც გვაქვს ჩვენი პრობლემები. მაგრამ მიუხედავად ამ პრობლემებისა, მე მაინც მინდა ჩვენი ტელერადიო კორპორაციის ხელმძღვანელობას მადლობა უთხრა იმის გამო, რომ აი ამ კოლექტივს პატრონობს დღეს, აი ამ საგანძურს ინახავს და მადლობა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც აი ესეთ საქმეს დიდ ყურადღებას უთმობენ. აქვე მინდა აღნიშნო, რომ აი ამ ანსამბლში გაქვთ კიდე ტრიო კელაპტარი. რამდენადაც მე ვიცი. და აი აქ ისიც უნდა ვთქვა და მიულოცო მთელი საქართველო მინდა რომ გაიგოს, რომ რამდენიმე დღის წინ მათ ღირსების ორდენი მიანიჭეს და ეს ძალიან დიდი საქმეა, თქვენი დამსახურება ბულად მიიღეთ, დაფასდა თქვენი შრომა და რა ვიცი, თქვენ გინდოდათ მე მგონი მიგელოცათ წერან. მე ასე ფართო აუდიტორიის წინაშე არ მომილოცია და ეხლა მინდა მომეცა იმის საშუალება მართლაც ტრიო კელაპტას მიულოცო ის ღირსეული ჯილდო, რაც მათ იღვაწეს, იშრომეს. ჯერ 3-4 კვირის წინ მათ მიენიჭათ ბები იშხნელების პრემია, რადგან მე მათი სახელით ალბათ ვლაპარაკობ. დიდი მადლობა უნდა მოახსენო კულტურის სამინისტროს, პირადად ბატონ ვალერია ასათიას, ესადანი დიდი ყურადღებისათვის, ესადანი დიდი დაფასებისათვის. და მეორე მომენტი იყო ის რაღაც 2-3 დღის წინ გაზეთებში თვითონაც რომ არ მოელოდნენ, წერია ღირსების ორდენის ამხელა სიხარულია.
ჩვენ თქვით რომ ეს ანსამბლი ბატონ ომარ კელაპტრიშვილმა ჩამოაყალიბა და შექმნა და არ შეიძლება რომ დღეს ამ სახლ-მუზეუმში ვიყოფებით ჩვენ მის სახლ-მუზეუმში ეს უკვე მეორე გადაცემა ამ სახლ-მუზეუმიდან და მე მინდა რომ აი თქვენ გაიხსენოთ ბატონი ომარი კაცი იყო აი რეპეტიციის დროს საშინელი მომთხოვნი ესე იგი ვისაც ნახავდა რომ ის ამ საქმისთვის შეწირული არ იყო იმასთან მშობა არ შეეძლო აი როგორ შეიძლებოდა რომ თქვა გაბრაზებული იყო და გამოეხატა ეს არ ბრაზებოდა ელა მე ვეღამხავდი არაერთი შემთხვევაში დატოვე ერთ შვენიერ დღეს მე გადაღლილი ვარ აი არის როგორ არის თვალისწინებდა ახევარი საათით შეყავათი ეს დიდი რამ იყო რომ ნახევარი საათი მომცამე რომ კაპელიდან შემეძლო ნახევარი საათი დაგვიანებით მოსულიყავ ეს საწყლები უკვე გალურჯებულების სიმე და შემოვდიოდი ესეთი თვალებით მიხურებდეს ანუ შენ მეორე ადგილი გინავია პირველი ლელა ჩვენი ერთ დღეს მე არ შემიძლია მუშაობა მე ესე ვერ ვიმუშავებ მეთქი მოთხა ესე კატასტროფული მუშაობა მე არ შემიძლია სო დავტოვეთ რეპეტიცია და წავედი სახლში სო მე აღარ მოვა მეორე დღეს მოვიდა მოკითხა მანქანა სახლში თავად გაბრაზებული თქმილად კი არა გავცხოვდი მე გადავირი ემანებს წადი არ გინდა და ნუგდა მე როგორ მათქოს ესე იმუშავ არადა წადი დამანები თავი მე შენი ნერვები არა მაქვს არც მე არ მაქვს ნერვები მოთხოვნილება სიმკაცრეზე ვლაპარაკობ სიმპოზიუმი იყო ბაკურიანში არქიტექტორები და ჩვენი ანსამბლი იყო მიწვეული და შაბათს უნდა წავსულიყავით და მამაღადეს აქვს ქორწილი რას ლაპარაკობ შაბათს ქორწილი ვის გაუგონია არ მოეწარა ვის გაუგონია ხოთი გახსო ქორწილი რა დროს ქორწილია და მამაღადეს პასტას გადაიხადა მე იმ პერიოდში სწავლობდი და იქ სასწავლებელში პრობლემები მქონდა დამსახური არ შეიძლებოდა მაშინ და ძალიან დიდი პრობლემები მქონდა უმართან და სასწავლმა ბოლოს უკვე საფეთქლებთან გაუჭაღარავდა თმადა მოვიდა ჩვენთან მითხრა რომ იცი აი ეს ჭაღარაო შენ გამიჩინეო და ესო ციმი ბატონ დავით, აქ მე ვხედავ კომპაქტ დისკებია, კასეტებია. ეს ეხლანდელი პერიოდი არის თუ აი ბატონი ომარის დროს გამოცემულია თუ როგორ არის აი აქ? ბატონი ომარის დროს გამოიცა ფირფიტა გიგანტი. დიახ. რომელიც წლების მანძილზე იყიდებოდა მუსიკალურ მაღაზიებში, მაშინ ესეთ საქმე მაღაზიები ოხომე და აი რაც შეეხება აუდიო კასეტებს და კომპაქტ დისკებს უკვე არის ასეთი ჩვენი ნამოქმედარი, ჩვენი გაკეთებული. გაკეთდა ანსამბლ კელაპტარის ორი კასეტა, აუდიო კასეტა, ორი სხვადასხვა პროგრამით. სხვა შორის ამ კასეტებთან დაკავშირებით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ვანო ონიანს, რომელმაც უსასყიდლოდ
გაგვიკეთა ეს ყველაფერი და აჩუქა ჩვენს ანსამბლს ეს. იმიტომ რომ დღეს ცოტა რთულია ეს კასეტები და სხვა შორის მინდა კიდევ თხოვნით მიმართო ჩვენს ტელემაყურებელს თუ კი ვინმე გამოჩნდება ესეთი პიროვნება მეცენატის სახით ვინც დააფინანსებს ასამბლეის კომპაქტ დისკებს ახლა ჩვენ ვიდა კომპაქტ დისკების გამოცემაც. დიდი მადლობელი დავრჩებით. ეხლა მე მინდა თვითონ თქვენთაგან შეგეკითხოთ. აი ბატონ ომარიზე ვისაუბროთ როგორც ხელმძღვანელი. აი ბატონ დავითი როგორია? როგორც ხელმძღვანელი. წარმოიდგინეთ რამდენად ძიმე იყო დათული ომარი ჩვენთვისაც და დათოსთვისაც ომარის შემდეგ აი ეს ომარის დაწყებული საქმე რომ გაეგრძელებინა მაგრამ მე და ალბათ ჩვენი თითოეული წევრი მადლობას მოუხდით დათოს იმ 8 წლისთვის აი იმ 8 წლის განმავლობაში რაც მან გააკეთა ანსამბლისთვის რომ აი დღეობით ჩვენი ანსამბლი ისევე განაგრძობს მუშაობას, როგორი სურვილით დიდ ომარს ჰქონდა. არ არსებობს საქართველოში ხალხური ინსტრუმენტების სოდი, როგორც ჩვენი დონი დათოა. არის არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი, არაჩვეულებრივი მეგობარი, ყოველნაირად ვიწევს მაგარის პატივსაცემს. ამაზე დიდი ადამიანი შეიძლება რომ იყოს და იმას აღნიშნავდი, რომ ომარის გაზრდაში, ჩვენი პატარა ომარიკოს გაზრდაში ბატონ ომარიზე უფრო დიდი წვლილი დათოს მიუძღვის, იმიტომ რომ ომარი პატარა იყო რო დარჩა და როგორც მუსიკოსი. ამ თქვენ ანსამბლში იმდენი წევრია, ღმერთმა გამრავლოთ, მაგრამ ხან ტერიტორია ცოტა ხელს არ გვიწყობს ხოლმე და იქნება ომარი მოვიწიოთ ახლა როგორმე. ერთი ორი სიტყვა ვათქმევინოთ. სანამ ინსტრუმენტებს შემოვიტან. კარგი ბატონ დავით. წეგან აქ ითქვა ომარიკო, რომ შენ ძალიან პატარა იყავი, რომ ამასთან ერთად გამოდიოდი სცენაზე და რა ვიცი მე მგონი დღე-დღამე ამათთან ერთად იყავ. მაგრამ აი შენი უკვე როგორც პროფესიონალი ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ აი ნელ-ნელა ხო ყალიბდები როგორც პროფესიონალი. ეს როდის დაიწყო ამ ანსამბლთან შენი ურთიერთობა აი როგორც პროფესიონალი? ნუ საერთოდ ჩემი ურთიერთობა ანსამბლთან დაიწყო მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა მამაჩემი როცა ხელმძღვანელობდა და მუშაობდა ანსამბლთან თითქმის ყოველ რეპეტიციას დავყვებოდი და უსმენდი და ვეჭიქი და ძალიან მაინტერესებდა საერთოდ ეს რეპეტიციის მომენტი როგორ მუშაობდნენ როგორ აკეთებდნენ ნომრებს და აი წევრი როდის გავხდე მე ამ ანსამბლის წევრი ეს მოხდა უკვე მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ და მამაჩემი მე მოვიდი ამ ანსამბლში სოლისტად მოგეთ 14 წლის ვიყავი და აი აქედან დაიწყო მუშაობა აი ამ ანსამბლში და რაც შეეხება ჩემი პროფესიონალური მუსიკოსის ჩამოყალიბებაში მინდა აღვნიშნო რომ რა თქმა უნდა მამაჩემი შემოსწავლა ეს ხალხური საკრავები თავიდან ბავშვობიდან პატარაობიდანვე მაგრამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მაგალითად ჩვენმა ხელმძღვანელმა დავით კავთარაძემ რომელსაც ძალიან გვიყვარს და ძალიან ვაფასებ ახლა მე მგონი პატარა მაგას მუსიკალურ რაღაც ნაწარმოებს შეგვისრულებთ ალბათ
გაიზიარებს და მიხვდება რომ ჩვენ ანსამბლში ისეთი აი სიტყვა ანსამბლია ზუსტად დაკონკრეტებული ანსამბლურობა არის ერთმანეთის სიყვარული ერთმანეთის გატანა და პატივისცემა გვაქვს თითოეულ ჩვენთანაც გარდა მაგისა ალბათ უნდა იცოდეს ფაქტობრივად საზოგადოებამაც რომ ანსამბლში არის ნათესაური კავშირები ცოლ-ქმრის სახით დედმამიშვილები და-ძმის სახით შვილი და დედა ერთად ძალმული ჩემო ნათლიები ნათლი მირონები და ისე ჩაფსკვნილ ჩაკვარახჭინებულები ვართ რომელი გვაკლია და თიკო ის გვიბარემ და ესეც რა ვიცი სულ აშობსებული ხო აი ეს ასეთი ამაღლებულ ტონზე მოდივარ და ერთად ყოფნა გვიხარია ბატონ დავით, ვიდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენს არაჩვეულებრივ კოლექტივს ჩვენს პროგრამაში მონაწილეობისათვის. ქალბატონ ციმის, ბატონი ომარის მეუღლეს ასეთი გულთბილი დახვედრისთვის, ომარიკოს, ბატონი ომარის სახელის გამგრძელებას, რომელმაც ისე ლამაზად უძღვება თავისი მამიკოს საქმიანობას და პირადად თქვენ რომ აი ეს ანსამბლი დღესდღეობით ასე ლამაზად და ასე მშვენივრად მიყავთ და ხელმძღვანელობთ. მადლობთ, მეც მინდა მადლობა გადაგიხადოთ თელს აი ამ შემოქმედებით ჯგუფს, თქვენს რედაქციას, ტელევიზიას, ამ ყველა ყურადღებისთვის, დაფასებისთვის და საასკარაოზე გამოტანისთვის ჩვენი საქმიანობის. თქვენ ეს არ გაკლიათ, მაგრამ ჩვენი მხრიდან მაინც ვიდოდა რომ ეს გადაცემა შემდგარიყო და თქვენ მიგეოთ მონაწილეობა. ძირფასი ტელემაყურებლები მე გემშვიდობებთ მომავალ შეხვედრამდე.